ეროვნულმა ბანკმა რო შეწყვიტა ამ ინფორმაციის გამოქვეყნება, ანუ მოთხოვნა რა არის. ამით კიდევ უფრო უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ბაზარზე, იმიტომ რომ აქამდე თვითონ ამ საკითხით დაინტერესებულად უშუალოდ ბაზრის მონაწილე სუბიექტებს ჰქონდათ ინფორმაცია. ჩვენ ექსპერტებს ჰქონდა ინფორმაცია, თქვენ ჟურნალისტებს ჰქონდათ, ხვალ არავის არ გვექნება. აი ეს რაც ნიშნავს, განუზღვრელობა იზრდება. ეს ნაბიჯი შეიძლება იცით მე ძალიან ვცდილობ რომ შევარჩიო სიტყვები, მაგრამ უბრალოდ უკეთეს სიტყვა არ მაქვს. დიდი სისულელე გააკეთეს. ძალიან დიდი სისულელე. რას გამოიწვევს შედეგად ეს სისულელე? ეს სისულელე რას გამოიწვევს? იცით მორიგი რაღაც ასეთივე ნახტომი რო იყოს, უკვე ადამიანებმა ხო არიციან რა ხდება. აი როგორც გითხარით 4 ივნისს გაყიდეს 7 მილიონი. და ვიცოდით რომ ეს არის 10%-ზე ნაკლები და რასაპირებდა ეროვნული ბანკი რა. შემდეგ გვაქვს ინფორმაცია რომ კვირის დასაწყისში გაყიდეს 15 მილიონი, მაგრამ არ ვიცით მოთხოვნა რამდენი იყო. 30 მილიონი იყო და 15 მილიონი გაყიდეს თუ ისე 80 იყო და 15 გაყიდეს. ეხლა დღეს გაყიდეს 20 მილიონი. ეს ინფორმაცია რამდენი გაყიდეს, არაფრის მაჩვენებელი არ არის, თუ იმდროულად არ ვიცით და თან რას იძახიან, რომ ესო თურმე მცდარი დასკვნების საშუალებაზე. ამით ახსნა ეროვნულმა ბანკმა. ეხლა ამიტომ იცით რა ეროვნულმა ბანკმა კი არა, ვინც არ უნდა თქვას, ელემენტარულად პირველი კურსის ეკონომიკის სახელმძღვანელო წაეკითხონ. ნებისმიერ ბაზარზე ფასი ყალიბდება მოთხოვნით და მიწოდებით. და ბაზრის ანალიზი შეიძლებაოდეს მათ შორის ბაზარში მონაწილე სუბიექტების მხრიდან, მან მოთხოვნაც უნდა იცოდეს და მიწოდებაც. და ვალუტაზე ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკმაოდ ძნობიარე ბაზარია და ასეთ ბაზარზე როცა შენ ბაზრიდან აკრობ ინფორმაციას მოთხოვნა რა არის, რა თქმა უნდა განუზღვრელობა იზრდება, რა თქმა უნდა უნდობლობა იზრდება. უნდობლობა პირველ რიგში იცით ვის მიმართ იზრდება? ლარის მიმართ, ჩვენი ეროვნული ვალუტის მიმართ. და რაც იწევს მთავარი უარყოფით შედეგი ეს არის ფასების რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ ფასებზე გადავაქ ალბათური ერთი რამეს მინდა და ლარის უკან ვინ დგას? ხელისუფლება. ანუ ლარის მიმართ უნდობლობა, ხელისუფლების მიმართ უნდობლობა. აი ამას ვერ აცნობიერებენ. იმ ტოტს ჭრიან რომელზეც ზიან. და მინდა ისო ფასების საკითხს დავუბრუნდე, რაც ყველაზე მტკივნეულია მოსახლეობისთვის. დღეს აიწია მედიკამენტებზე ფასებმა, არა და პრეზიდენტის პირდაპირ ბრძანება იყო, რომ რაც შეიძლება მინიმუმზე დაეჭირათ მედიკამენტების ფასები, არა და შედეგად ვიღებთ სულ სხვა რამეს. როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში თუ ლარის სტაბილიზაცია მოხდება შედარებითი, ეს ფასები დარჩება ზედაზღვარზე თუ შესაძლებელია რომ კიდევ დაიწიოს? ეს ალბათ ყველაზე მტკივნეული საკითხია საქართველოს მოსახლეობისთვის. თავისთავად პრეზიდენტმა რომ მისცა დავალება და ასეთი იმპერატიულ ტონში რომ ფასები უნდა დაიწიოს, ეს საერთოდ გაუგებარია. იმიტომ რომ ფასებს არეგულირებს ბაზარი და თუ სახელმწიფოს მანდამაინც უნდა შექმნას გარკვეული მარეგულირებელი ინსტრუმენტები. და პრეზიდენტის ბრძანებით, როგორი კარგიც ან როგორი ცუდიც არ უნდა იყოს, აქ მნიშვნელობა არ აქვს. ეს საერთოდ გაუგებარია პრეზიდენტი როგორი ერევა ფასწარმოქმნის საკითხში. ამიტომ როგორი კეთილი სურვილებითაც არ უნდა ყოფილიყო ნათქვამი, რომ შეჭირებულ მოსახლეობას დავეხმაროთო, ეს მაინც აბსოლუტურად გაუგებარი იყო, თუ ჩვენ მართლაც მივდივართ საბაზრო ეკონომიკის გზით, ლიბერალური ეკონომიკის გზით, პრეზიდენტი და ფასები რაშუაში. მას აქვს ის ინსტრუმენტი, რომ პარლამენტს შესთავაზოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც გარკვეულად რაღაც პროცესებს დაარეგულირებს. და არა იმპერატიულად დაიბარო ჯანდაცვის მინისტრი და თითი დაუქნიოს თანაც ტელეკამერების წინ და გაჭირებული ადამიანების ოჯახში სტუმრობისას. მაგრამ რაც შეეხება შემდეგ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და ქალბატონებო ასეთი რამ. ბაზარზე ასეთი მექანიზმი არსებობს. ჯერთი წამლების ზორო ვთქვათ, იგივეა რა მთლიანად გადავიდა სტრუქტურაზე. ჩვენი სამომხმარებლო სტრუქტურა, ამაში 80% არის იმპორტი. წამლები შედი ჩვენ სამომხმარებლო სტრუქტურაში. ბუნებრივია, როცა 80% არის იმპორტი, ყველა იმპორტიორი ცდილობს, რომ გაითვალისწინოს კურსის ცვლილება და კურსზე არ წააგოს. ელემენტარული. ამიტომ ის ბუნებრივად ცდილობს, რომ ფასები მოუმატოს. შესაბამისად და თუ ინფორმაცია არ აქვს, უფრო წინწრები ტემპით დებს ფასის მატებას, ვიდრე კურსის ვარდნა შესაძლებელი. ამ დროს რას აკეთებს თუნდაც ის მეწარმე, რომელიც იმპორტთან დაკავშირებული არ არის და ეროვნულ პროდუქციას აწარმოებს. ისიც უმატებს ფასებს. იცით რატომ? მის სამომხმარებლო კალათაშიც ხო 80% იმპორტული საქონელი, ანუ მასაც ჭირდება რომ შეიძინოს, არა? ბუნებრივია ისიც უმატებს ფასებს. ეხლა რა ხდება ბაზარზე? ბაზარზე ხდება ასეთი რამ, თუ ბაზარმა რომელიმე საქონელი არ მიიღო, ის საქონელი უფრო ნაკლები შემოვა, ან საერთოდ გაკრება, მაგრამ როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს, ადამიანმა პური უნდა ჭამოს. როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს, ადამიანმა წამალი უნდა მოიხმაროს. ანუ არის ისეთი საქონელი, ისეთი პროდუქტები,
რომელიც არაელასტიურია ასეთი ცვლილებები დროს, ანუ არ არის მოქნილი ის მასზე მოთხოვნა სტაბილური რჩება. ამიტომ მოსახლეობამ რა უნდა ქნას? თავის ხარჯების სტრუქტურა შეცვალოს. გაძვირდა წამალი, ესე იგი თავისი შემოსავლების უფრო მეტ ნაწილს წამალზე დახარჯავს, იმიტომ რომ წამალი თუ არ მიიღო, შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე უფრო მეტი თავის შემოსავალი პურზე უნდა დახარჯოს. თუ ოდესმე ჰქონდა შესაძლებლობა რომ ხორცი ეყიდა, ხორცს ვეღარ იყიდის, იმიტომ რომ აღარ ეყოფა თანხები. ანუ სტრუქტურა შეიცვლება. ეხლა რა შეეხება ფასებს? ფასები რო ჩამოყალიბდება ბაზარზე, მე ხვალ დაუშვათ კურსმა რომ დაიწიოს, თუმცა ამაზეც თუ მოვახსენებთ ის გეკრება რომ ეს არ არის რეალურია და გეტყვით რატომ კურსო როკან წამოვიდეს და დაუშვათ მოხდა ლარის გამყარება და იმპორტი ამ შემთხვევაში უფრო გაიაფთა ხო ეს არ ნიშნავს რომ ეს არ ჩამოწევს ფასს რატო ჩამოწევს ფასს თუ ბაზარზე უკვე მისი საქონელი ამ ფასად იყიდება მას უფრო მეტი მოგება დარჩება და ამის საუკეთესო მაგალითი შორს ვარ წავიდეთ შევახსენებ ჩვენ ტელემაყურებელს ის რაც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ჩვენ ვარდების რევოლუციის პერიოდში ქონდა გაცვლითი კურსი 1 დოლარი უდრიდა 2 ლარს და 15 ცენტს. და შემდეგ თანთანობით ჩამოვიდა 1 დოლარსა და 45-ზე. რა ფასები კლებულობდა? არა, მე მგონი პირიქით. ხო, მატულობდა, იმიტომ რომ ბაზარზე უკვე მოხდა ამ ფასებით წონასწორების ჩამოყალიბება, მოსახლეობა მიიღდა ეს პროდუქტები და მე თუ ყარდება შენი ვალუტა ეს უბრალოდ იმპორტიოს აძლევს მეტი მოგების შესაძლებლობას. და ის რა თქმა უნდა არც ერთ შემთხვევაში ფასს არ დაწევს თუ ბაზარზე არ გამოჩნდა ახალი კონკურენტი. მაგრამ ბაზარზე ვერ ჩდება ქართულ ბაზარზე ახალი კონკურენტი ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენი ბაზარი არის მონოპოლიზებული. როდესაც ბაზარზე რამდენიმე სუბიექტი მართავს ფასწარმოქმნას, მიწოდებას, მოთხოვნას. ანუ არ არის თავისუფალი კონკურენცია. არ არის თავისუფალი კონკურენცია მინიმუმამდე არის დაყვანილი.